მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და დღეს ეთერშია გადაცემა მედ იდეა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემით ახალგაზრდა ქალბატონების, მათი შვილების ჯანმრთელობის შესახებ, ასევე ჩვენ ვუძღვნით ამ გადაცემას 7 აპრილს, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა და ბუნებრივია, სტუმრად მოვიწვიეთ დარგის სპეციალისტები, ქალბატონი ერიკო ბაზიარი ყველასათვის ცნობილი და ქალბატონი ია დავითაია, საქართველოს ნეონატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, რათა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან და ვიტყოდი გარკვეულწილად მტკივნეულ თემაზე, რასაც ქვია დედათა და შვილთა ჯანმრთელობა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ წლევანდელი ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, რომელიც ყოველ წელს გარკვეული თემით აღინიშნება, ამ თემას მიეძღვნა. სტატისტიკა ძალიან მძიმეა მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 300,000 ქალბატონი იღუპება ორსულობისას ან მშობიარობისას ყოველწლიურად, 2 მილიონამდე მკვდრად შობადობა აღირიცხება და ამდენივეა 2 მილიონამდეა სამწუხაროდ პირველი თვის განმავლობაში შვილთა სიკვდილობა. და სხვათა შორის პროგნოზიც ცუდი აქვთ. ამბობენ, რომ ჯანმოს მოგეხსენებათ თავისი სტანდარტები აქვს ხოლმე და თავისი ნიშნულები, რას უნდა მიაღწიოს გარკვეულ პერიოდში და 2030 წლამდე დასახულ ნიშნულებს ელოდებიან, რომ ვერ მიაღწევს ყოველი 4 ქვეყანა 5-დან დედათა სიკვდილობის ჭრილში და შვილთა სიკვდილობის ჭრილში ყოველი 1 ქვეყანა 3-დან ამ ნიშნულს ვერ მიუახლოვდება. ამიტომ იყო დღეს საინტერესო ჩვენ გვესაუბრა რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით, ვინაიდან სხვათა სლოგანიც, ესე ვთქვათ, ძალიან საინტერესოა არჩეული, ეს არის ჯანსაღი სიცოცხლე საიმედო მომავლისათვის. ნამდვილად ესეა, თუ ორსულობის პერიოდიდანვე ეს იქნება ოჯახის დაგეგმვა, თუ მერე დაორსულება, ჯანმრთელი და ჯანსაღი ფიზიოლოგიური, ასე ვთქვათ, მშობიარობა და ჯანმრთელი ჩვილი, ეს არის აწინდარი მერე უკვე მომავალი ჯანმრთელობის. და ჩვენ ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ამ თემებზე ქალბატონ ვერიკოსთან და ისევ თქვენგან დავიწყებთ თქვენის ნებართვით. როგორია დღეს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკა ამ კუთხით, დედათა და შვილთა ჯანმრთელობის კუთხით და სტატისტიკაც დაახლოებით როგორია სიკვდილობის, გართულებების, დაავადებების, როგორც ორსული ქალბატონის, ისე ახალშობილების. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მოწვევისთვის და კიდევ უფრო პირველ რიგში იმისათვის, რომ ეს გამოეხმაურებთ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, სიმართლე გითხრა და გამეხარდა, რომ სოფლიო ჯანდაცვის დღე პრიორიტეტად გამოაცხადა და წლევანდელი წელი მიუძღონ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას. ჩემთვის მთელი ცხოვრების მანძილზე პრიორიტეტია და ისედაც პრიორიტეტია და მთელი ჩემი ცხოვრება მიუძღონი ამ საქმეს, ასე ვთქვათ და ალბათ 100 ჯერო დავიბადო არჩევანი ჩემი მაინც იქნებოდა მედიცინა და ეს სფერო და მიმაჩნია, რომ პრიორიტეტი ნამდვილად უნდა იყოს ეს მიმართულება, იმიტომ ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ ამ თემაზე, იმიტომ კი არა, რომ ორსული ქალი და ბავშვი ძალიან საყვარელი და სათუთია, არამედ თუ სახელმწიფოს უნდა რომ იყოს ფეხზე გამართული ყველა თვალსაზრისით, პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით უგნება, ადამიანი უნდა იყოს სახელმწიფოს ცენტრში და ადამიანი თუ იქნება სახელმწიფოს ცენტრში, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი მაღალ პროდუქციულობა იწყება ჩასახვის წუთიდან. სწორედ აი ამიტომ უნდა იყოს ეს დარგი პრიორიტეტი. ეხლა ჩვენთვის ექიმებისთვის სასაყვარელია სხვა დამოკიდებულებობა, სხვა სენსიტიური ხედვა მიმართულებით, მაგრამ ყველა ადამიანისთვის და პოლიტიკოსების პირველ რიგში ეს ნამდვილად უნდა იყოს ძირითადი პრიორიტეტი, თუ მათ უნდათ რომ შორეული, ასე ვთქვათ, სწორი პოლიტიკა განახორციელონ და შედეგებიც მიიღონ. ეხლა რაც შეეხება საქართველოს მდგომარეობას, ჩვენ 2017 წელს შევიმუშავეთ დედათა და ახალშობილთა სტრატეგია 2017-30. მოგახსენებათ, ეხლა ძალიან ძნელია ასეთი გრძელვადიანი სამუშაო გეგმის გაწერა, შესაბამისად ეს სტრატეგია გულისხმობს 3 წლიანი გეგმების გაწერას და აი ამ გეგმების შემდეგ მონიტორინგს და შემდეგ უკვე დამატებითი რაღაც კონკრეტული აქტივობების განსაზღვრას, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკის განსაზღვრას ყოველთვის ახლავს ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ ამ სტრატეგიის ფარგლებამდეც დაწყებული იყო პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამა, რომელმაც ერთგვარად ძალიან სწორ, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში ჩააყენა
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ეს პერინატალური და ანტენატალური ნაწილი, ვერ გეტყვით რომ მთლიანად ბოლომდე, იმიტომ რომ ბევრი რამ აჯერ კიდევ გასაკეთებელი. რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო და 2022 წელს გამოქვეყნდა გაეროს კვლევის შედეგები, როდესაც მოხდა ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ესე იგი შედეგების შეფასება სწორედ დედათა სიკვდილობის ნეონატალური სიკვდილების, როგორც თქვენ ძალიან პირველი 27 დღის განმავლობაში გარდაცვალება ეს ძალიან სპეციფიური ინდიკატორია დარგის განვითარების და მტრაჩობადობის. მინდა გითხრათ რომ აი ჩემდა გასაოცრად მივხვდეთ მე როგორც მინდა მთელი ასე ვთქვათ მონდომებით რომ ისე მიდიოდეს აქ საქმე როგორც საჭიროა, რასაკვირველია, ასე ვერ მედის, მაგრამ იმ ძალისხმევა რაც აქ ჩაიდო და რაც გავაკეთეთ, უკვე გამოიღო ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. თორე ჩვენ მქონდა 2030 წლისთვის ნეონატალური სიკვდილობა, გვინდოდა რომ შემცირებულიყო 5-მდე მაჩვენებელი, რომელიც ძალიან მაღალი იყო და გახდათ 18. აღმოჩნდა რომ ესე იგი აი მათწლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ საქართველოში ნეონატალური სიკვდილობა შემცირებულია 82%-ით, სასწაული შედეგია შეიძლება ითქვას და უნდა ითქვას ყოველთვის და ყოველთვის კი, იმიტომ რომ იმდენი ნეგატივი გვესმის, აუცილებლად საჭიროა რომ ხაზგასმით ვთქვათ, რომ და მტრაჩობადობა შემცირებულია 60%-ით, დედათა სიკვდილობა ვერ მიყვება ამ მაჩვენებელს, იმიტომ რომ თქვენ იცით კოვიდის დროს ყველა ქვეყანაში და საქართველოში ძალიან გაუარესდა მაჩვენებლები და ამან ძალიან დაგწია უკანა, მხოლოდ 22%-ით შემცირდა დედათა სიკვდილობა. მაგრამ დინამიკა არის დადებითი. დინამიკა დადებითია, ნელ-ნელა, მაგრამ მცირდება. ხო, ძალიან ძნელია დედათა სიკვდილობის შემცირება, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორი მოქმედებს აქ მარტო მოგეხსენებათ საერთოდ ადამიანის ჯანმრთელობაში ჯანდაცვის ნაწილი, აი ჯანდაცვის თვითონ სფეროს მოწყობის და ასე ვთქვათ მართვის საკითხი თამაშობს 30%-ს, თუ დანარჩენი უნდა კონდეს ჯანსაღი ჩაკვები, სამიანო მოვლაზე დამოკიდებულია რა, თვითონ დედას რა დაავადებები აქვს, ინფექციური, არაინფექციური, ფსიქოლოგიური სტატუსი, სოციალური, ფიზიკური, ყველაფერი თამაშობს როლს და ამიტომ დედის სიკვდილობა რო უფრო ნელა მიდის ქვემოთ ვიდრე ახალშობილებს ეს ბუნებრივია, ხო მართალია ესეც განუმარტოთ მაყურებელს. კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და აი ამ ნაწილში თუნდაც აი ყველაფერი რომ მოწესრიგებული იყოს, ეს არის 23 მხოლოდ აი ამ სფეროს მართვის, აქ ემატება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, წყალი, მიწა, ჰაერი, საკვები, მოგხსენებათ ეს ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, აი ჩვენ მიმართულებაში მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ. კიდე მეორე ძალიან გასახარია, რომ ეს პროცენტები დაიდო, მაგრამ სიმართლეთან არ ველოდი, უცბად, იმიტომ რომ მე იმდენად უკმაყოფილობა, რომ ისე ვერ კეთდება როგორც საჭიროა, იმიტომ რომ გეგმა, რაღაცა საზღვრა, რაღაცა საკონტროლებ, მაგრამ სულ გაქვს დაუკმაყოფილებელი შეგვიძლია ეს ასე როგორ უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ვიდრე ერთი ბავშვი ხდება მით უმეტეს ამ ახალშობილობის პერიოდში, ვიდრე ერთი მტრაჩობილი იბადება, ვიდრე ერთი ჯანმრთელი ქალი ხდება ორსულობამშობიარობილოგინობის ხანაში, არ შეიძლება რომ თქვა რომ მე უკვე დასიქშება ამოვისუნთქო, ყველაფერი კარგადაა და კეთდება. ამიტომ სულ ვფიქრობ, რომ წინ არის ძალიან რთული, ძალიან სერიოზული და ძალიან დიდი სამუშაოებით სავსე გზა. უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ მე სწორედ დღევანდელი გადაცემა, იმიტომ დავგეგმე ამ დღესთან მიმართებაში, რომ რაღაცა გულწრფელად ვისაუბროთ, რა შეიძლება გაკეთდეს საზოგადოების მხრიდან, ოჯახების მხრიდან, თვითონ აი ამ ორსული ქალბატონების მხრიდან, ну სამედიცინო და ასე ვთქვათ საზოგადოებრივ იმ ჯანდაცვის სისტემის რა თქმა უნდა რგოლებს გულისხმობ ამ კუთხით ხო ეს თავისთავად ცხადია. აი რაღაცნაირად იქნებ ყველას ერთობლივმა ძალისხმევამ გამოიღოს შედეგი, იმიტომ რომ ბევრი რამ უკავშირდება თვითონ დაბალ ცოდნას იმისა, თუ როგორ დაიგეგმოს ოჯახი, რა უნდა სწორედ ის ფაქტორები რა მიირთოს ორსულმა, როგორ მოიქცეს, რა ჩვევები შეიძლება, რა არ შეიძლება, ჯანსაღი ცხოვრების წესი რას ნიშნავს, ამ დროს კვების რეჟიმი როგორ უნდა იყოს, ძილის და ასე შემდეგ, ასე რომ რაღაც დეტალებზეც მინდა რომ მე ვისაუბროთ ორსულ ქალთან მიმართებაში. მაგრამ ეხლა ამ წუთას ჩვილ ბავშვებს მიუბრუნდებით. მე მინდა გკითხოთ ქალბატონია პირველ რიგში, მოკლედ განვმარტოთ მაყურებელს, რას ნიშნავს ნეონატოლოგია, რას შეისწავლის, თქვენი საზოგადოება რას აკეთებს, ეს არის პროფესიული საზოგადოება და გაიდლაინების მხრივ, პროტოკოლების მხრივ, რა მდგომარეობა გვაქვს, ну, ცოტა სტატისტიკის შესახებაც და რა არის სიახლე ნეონატოლოგიაში. კი ბატონო, სიახლეები ძალიან ბევრია ნეონატოლოგიაში და
თითქმის როგორ გითხრათ, აი ახლა ჩვენ მაგალითად ჩვენი ძირითადი მოვალეობა ასოციაციის, როგორც ნეონატოლოგთა ასოციაციის, სწორედ მანდ არის, რომ ყველა ის სიახლე, რომელიც არის, ეს მივაწოდოთ ჩვენს ნეონატოლოგებს. ეხლა ჩვენი ასოციაცია, ეს ნეონატოლოგთა ასოციაცია უკვე 20 წელიწადია, რაც არსებობს და ამ ხნის განმავლობაში უკვე სათვალავი აღარ აქვს იმდენი კონფერენციები, იმდენი ტრენინგები და იმდენი გვაქვს ჩატარებული. ეხლა წელიწადში ორჯერ კეთდება ძალიან დიდი კონფერენცია. ეს არის 17 ნოემბერი, რომელიც ითვლება დღენდღეა საერთაშორისო დღეს. ეს არის მთელი მსოფლიო ამ დღეს იკრიბება და აღნიშნავს ყველა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენც. და ჩვენს ამას აღნიშნავთ 2008 წლიდან. საკმაოდ დიდი ხანია. და გარდა მაგისა, რომ 17 ნოემბერი ყოველ წელიწადს აღინიშნება ყოველ ზაფხულს ბათუმში, როგორც წესი, რომ ის რეგიონი არ იყოს მოწყვეტილი, ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც გარდა იმისა, რომ ჩვენი ექიმები, წამყვანი პროფესორები და დოცენტები და სულ ყველა ესენი იღებენ მონაწილეობას, ამის გარდა უცხოეთი და როგორც წესი ყოველთვის გვყავს სტუმარი, ისეთი, რომელიც ჩვენ სფეროში არის ძალიან, ასე ვთქვათ, ცნობილი. ეს როგორც წესი, რომ გაიზარდნონ ჩვენი ნეონატოლოგები. ეს არის საკადრო პოლიტიკის ნაწილი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ტრენინგები, მუდმივად. ტრენინგები რას ნიშნავს? ესე იგი, თითქმის ყოველი შაბათი კვირა ვატარებთ ტრენინგებს ნეონატოლოგებისთვის, პედიატრებისთვის და ოჯახის ექიმებისთვის. ეხლა რატომ გადავწყვდით ნეონატოლოგები ოჯახის ექიმებსაც? იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან ცოტა ხანი რჩება ნეონატოლოგიური ასაკი და მერე გადაეცემიან ისინი ოჯახის ექიმებს. და ოჯახის ექიმებმაც უნდა იცოდნენ რა პრობლემები შეიძლება შეხვდეს მათ და ამიტომ ჩვენ მაინც გადაწყვეტილი გვაქვს რომ აი ეს სამი კატეგორია მუდმივად ყავდეს ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენ გამუდმებით უნდა გქონდეთ ეს გამუდმები, ესე იგი მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას ყოველი შაბათი კვირა ვართ დაკავებული აღზრდით ნეონატოლოგების, პედიატრების და ოჯახის ექიმების. თვითონ სამშობიაროებში რა ხდება? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ყველას არ აქვს დაუშვათ ჩვენ ბავშვთა მოვლის მერე იცით რა, სამშობიაროებში მინდა გითხრათ რომ კი ბატონო, მაგრამ სამშობიარო სახლებში მინდა გითხრათ რომ ბოლო დროს გასაკვირველია აქ დიდი ერგული სამინისტროსაც მიუძღვის და საერთოდ უკეთესად არიან აღჭურვილები, უკეთესად აქვთ ცოდნა. ანუ სამინისტრო ცალკე ცდილობს, ჩვენ ცალკე ვცდილობთ და ამიტომ ასეა თუ ისე მე ვერ ვიტყოდი რომ ნეონატოლოგები ცუდად მუშაობენ. იმიტომ რომ ეს სისტემატიურად ახალ ხო, აი მე უბრალოდ მინდა რომ ძალიან პრაქტიკული რო იყოს გასაგებად ჩვენი მაყურებლისთვის, ანუ დაიბადა ბავშვი, მანამდე რომ პატრონაჟი მიდის და პრევენცია ხდება იმისი რომ ტრაჩობადობა არ იყოს, ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს და ამ შემდეგ ეს გასაგებია რომ პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკიდან დაწყებული მერორსულობის პერიოდის დიაგნოსტიკა, მერე მონიტორინგი, ეს ყველაფერი კი ბატონო და მოვიდა თქვენამდე. და დაიბადა ბავშვი, როდესაც თქვენ გაქვთ ინფორმაცია უკვე წინასწარ იბადება ბავშვი, რომელსაც აქვს ეს პათოლოგია, იმიტომ რომ ორსულობის პერიოდში გამომჟღავდა, ეს ცალკე ჯგუფია მაღალი რისკის თქვენთვის და უკვე იცით რას ასე როგორ ხვდებით ასე ვთქვათ ამ სამყაროში მოსულ ამ პატარას თავისი უკვე პატარა პრობლემებით, ან შეიძლება სერიოზული პრობლემებით და იბადება ჯანმრთელი ბავშვი, ყოველ შემთხვევაში იმ მონაცემებით რაც თქვენ გაქვთ. აი იქ პატრონაჟი იმ 3-4 დღის განმავლობაში და მერე უკვე რეფერირება. აი ეს სისტემა როგორ არის აწყობილი? აი მეორე უკვე გადადის, რასაკვირველია უკვე ეს უკვე პოლიკლინიკების საქმეა, ხო? იცით რა, მე მართალი რომ გითხრათ, აი ჩემი გამოცდილებით არ შემიძლია რომ არ თქვა. ადრეულ ეტაპზე ეს როგორ იყო, იცით? უბნის ექიმი იბარებდა ბავშვს სამშობიარო სახლებში, ალბათ გახსოვს ვერა შენც. მიკროპედიატრს უწოდებდით ის იყო სამშობიაროში და მე და აბარებდა. სხვათა შორის მე ეს აღარ ხდება, მაგრამ არ იყო ეს ცუდი. მე ამ გადასახედიდან მე რომ აი ამას ვადარებ, ნამდვილად იყო ძალიან სწორე და რატო? იმიტომ რომ მოსული ექიმი, რომელმაც ჩაიბარა ეს ბავშვი, იქ უკვე ყველაფერი იცის ამ ბავშვის შესახებ და თვითონ მშობელიც მეტი პასუხისგებლობა აქვს და გებულობს ვინ არის იქ უბნის ექიმი.
და ვინდა გითხრათ რომ ეს რასაკვირველია ეს დამსახურება ვერიკოსიც და საერთოდ სამინისტროსი და ჩვენიც რომ დღევანდელ ეტაპზე ჩვენ გვყავს ძალიან კარგი უბნის ექიმები, პედიატრები. აი ნამდვილად ძალიან კარგი, იმიტომ რომ მაგრამ ეს არის ზოგადი პედიატრი. არა, ზოგადი პედიატრი და ნუ ნეონატოლოგები თავისთავად. ნეონატოლოგები როგორ არიან პოლიკლინიკაში არა, მაგრამ ნეონატოლოგი გადასცემს ამ პოლიკლინიკის პედიატრს და ეს იყო ძალიან სწორი სხვათა შორის და ნუ არ ვიცი ხა რამდენად დღეს აღსადგენია ეს ვერ გეტყვით, მაგრამ ცუდი არის. ცუდი არის ნამდვილად. ზუსტად თქვენ, ალბათ ვერიკოს აზრიც მოგახსენებთ ნამდვილად. იმიტომ რომ საერთოდ ეს მიმდევლობის რეფერალის ძალიან კარგი იყო, იცით რა თუ კი რაიმე ჩვენ დაუშვათ ქონდა ხინჯად ამას გადავცემდით და ის მე რეაქცევდა ამას ყურადღებას. და იწყებდით რაც თავად თქვენ გარკვეულია და მე გრძელდებოდა და ასე თუ ისე მას პატრონი უკვე ყავდა. აი უკვე წამოვიდა პირველი ძალიან პრაქტიკული თემა, რომელიც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ ქალტონიას ენთან მომიწვეთ, იმიტომ რომ ჩემთვის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ხშირად ვეკითხები ბევრ რამეს და ამ მიმართულებით ის ყოველთვის იძლევა ძალიან საინტერესო რჩევებს და აქტიურადაა ჩართული იმაში, რომ აი ნამდვილად ეს და პრობლემა სად არის, გამოწვევა სად არის, ესე ზეპირად იცის. ხო, ჩვენ მინდა გითხრათ, რომ მაგალითია, აი ამ ასოციაციებისთვის უნდა იყოს მაგალითი, როგორ უნდა იმუშაოს სარგებლობა ასოციაციებმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ასოციაციების უმრავლესობა ვითხოვს ჩვენგან, რომ მოგვეცით საშუალება, რომ დავსაჯოთ ჩვენი კოლეგები თუ რამე საშუალება და მე არასოდეს არ მსმენია ნეონატალური ასოციაციისგან, რომ გამერჩევინეთ ისტორია და მომეცდება დავსაჯო. ესენი ითხოვენ ყოველთვის მოგვეცით საშუალება, რომ ჩავატაროთ ლექციები, გავაკეთოთ მობილიზაცია ერთობლივად და მივაწოდოთ ასოციაცია. პირდაპირ კაცო, ვალდებულება პროფესიული ასოციაციის არის პროფესიული გაიდლაინების შექმნას, პროტოკოლების შექმნას, ნაკლი შეისწავლოს, ბიჭოში დაინახოს. ყოველგვარი ჩვენ ჩარევის გარეშეც ისაუბრონ პროფესიულ შეცდომებზე, რასაკვირველია, რომ ამაზე იზრდება და რასაკვირველია. ჩვენ ჩარევის გარეშე ამ შემთხვევაში თუ არ ვეკითხულობთ მაგამბავშვი. ეხლა რაც შეეხება თვითონ მინდა გითხრათ, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი ცუდი არ იყო საბჭოთა კავშირის დროს. იყო ჩვენ თავისუფლების შეზღუდვა. ამ უმეტეს აი დედათა და ჩილთა. მინდა გითხრათ, რომ აი ნამდვილად იყო დიდი თავისუფლების შეზღუდვა და ეს რკინის კედლები რაც ძალიან არ მომწონდა და ეხლა სულ დარდად მაქვს ის ამბავი, რომ ჩემ თაობას არ მიეცა ესეთი ფართო ასპარეზზე გასვლის საშუალება, როგორც ეხლა მინდა გითხრათ, რომ ახსნილია გზები და თუ ახალგაზრდას უნდა გამითარება სხვა მასშტაბების. ხო, მაგრამ გერმანული მოდელი იყო საფუძველი იმ საბჭოთა მოდელის და სხვა მინდა გითხრა, რომ გერმანია მე მოდელი ეთყობა ჩვენზე ადრე გააქრო, იმიტომ რომ დღეს გერმანიის ჯანდაცვას მინდა გითხრათ, ისე უჭირს, ჩემ გაოცებული ვარ, ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ვერასოდეს ვერ გახდება თქვათ მაგალითი რომ მიბაძო ან გერმანულ თუ გნებავთ ამერიკულ ჯანდაცვას მოწყობის მოდელს. ხო, აი ვინ გავს სკანდინავიის ქვეყნები გავს ძალიან სეპაშკოს მოდელს, ხო, ეს არასაკვირველი არის უმაღლეს ბრძოლვალზე აყვანილი და ფართოდ დაფინანსებული და პროფესიონალიზმის უმაღლეს კატეგორიაში აყვანილი სეპაშკოს მოდელი გახლავთ და ეს არის идеალური. ეხლა რაც შეეხება ჩვენ მოდელებს, რა იდეალური იყო ქალტონიას უყვარს თავისი ნაწილი და ეხლა თავიდან რომ დავიყოთ როგორც გინეკოლოგს, ეხლა მე აქედან დავიწყებ. არჩვეულებრივად იყო მოწყობილი, ასე ვთქვათ, ორსულთან მეთვალყურეობა, რადგან როდესაც ორსული ემზადება უკვე მშობიარობისთვის, მას გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც ამ მშობიარო სახლში მიდის და მაშინ არ იყო ეს პერინატალური რეგიონალიზაცია, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, რომ თბილისში იყო სულ 5-6 სამშობიარო სახლი, 21 ქალთა კონსულტაცია და თითოეულ რეგიონალური მდებარეობის მიხედვით იმდენად დამოკიდებულები და ესეთი თანამშრომლობა იყო მათ შორის, რომ გავდა აი ამ თანამედროვე მოდელებს, რომელსაც ახლა ჩვენ ვნერგავთ და ვავითარებთ. ანუ ვუბრუნდებით, მინდა გითხრათ, რომ ერთგვარად ჩვენ ახალ მოდელს ვნერგავთ, მაგრამ ეს გამოვლილი გვაქვს ჩვენ. ეხლა გაიზარდა სერვისის მიმართულების, კაცო, თუ კარგია ის უნდა შენარჩუნდეს. ეხლა ბევრი რამაა დასახვეწი ის, რომ ეხლა ჩვენ გვაქვს გადამეტებული რაოდენობა სტაციონარების, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელია, სელექტიური კონტრაქტირება ჩასწარებელი, უნდა გამოირჩეს ძლიერი და საუკეთესოაც არ შეიძლება ყველა ტიპის, ყველა სიმძლავრის და ყველა შესაძლებლობის დაწესებულებას, ვინც არ უნდა იყოს ამ დაწესებულების მეპატრონე, ვინც არ უნდა იყოს მისი მფარველი, ისინი უნდა გაიცვლონ ველიდან თუ ისინი არ აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტს. ეს არის რეალობა. ეხლა მეორე ამბავი რაც გახვალთ ანტენატალური მეთვალყურეობიდან, როდესაც ორსული მიდის ესეთი ჯერ კარგი რაც გაჩნდა და სიახლე საქართველოს სინამდვილეში გახვალთ ის, რომ ორსულის მეთვალყურეობის პერიოდში სერვისის მიმწოდებლები დაყოფილია 3 დონედ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციების მიხედვით ქალი მიდის იქ, სადაც მას კარგად მოუვლიან, ან თუ რთულია
და აქვს ექსტრაგენიტალური პათოლოგიები, ხდება უკვე მეორე ან მესამე დონის დაწესებულებაში და მას ყველა საშუალება აქვს და თუ არა აქვს რეფერალს უკეთებენ, რომ მიიღოს შესაბამისი, ვთქვათ, მოვლის მაღალი ხარისხის მოვლის საშუალება აქვს. ამის შემდეგ ჩვენ გავაჩინეთ ესეთი ვალდებულება, ამაში დაგვეხმარა იაპონიის პროექტი, ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, რომ ჩვენ დღევანდელი ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ ანტენატალური მეთვალყურეობის, შემდეგ მშობიარობის და შემდეგ უკვე ბავშვის 5 წლამდე მოვლის პერიოდში კავშირები აი ამ სერვისის მიმწოდებლებს შორის უკავშირები და პასუხისმგებლობების გადანაწილება იყო დაკარგული. ეხლა ჩვენ აღვდგინეთ რამ, რომ ესე იგი ისტორიები, რომლებიც შეიქმნა, ანუ ეს იქნება ონლაინ თუ ეს იქნება ოფლაინ, ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულები არიან, რომ ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდონ და ამავდროულად სამინისტრო ახორციელებს იმას, რომ ერთი მთლიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა შემთხვევაში ის თვალყურს ადევნებს აი ამ გადაბმას, ამიტომ როცა ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ და პრეტენზიებს ვაყენებთ, თქვა ორსულის არასასურველი გამოსავლის შემთხვევაში, ზუსტად ვიცით, სად იყო დარღვეული, თქვა მოვლა, სად იყო შეცდომა და ამ შემდეგ. ამიტომ ისინი ერთმანეთთანაც უკვე ვალდებულები არიან, რომ გაუზიარონ ინფორმაცია, ეს დახვეწის პროცესშია და კიდევ უფრო გაამყარდება მას შემდეგ, რაც იაპონიის გამოცდილებას ჩვენ დავნერგავთ აი ამ შოულთა წიგნის საშუალებით და შემდეგ რაც გაჩნდა უკვე. მინდა გითხრათ, რომ არის ოფიციალურად მინისტრის ნორმატიული ბრძანებით ეკალტონია სურვილი შესრულებულია, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ფურცელზე, იმიტომ რომ ჩვენ ეხა ელექტრონული ბაზების მუშაობა ძალიან რთული ასამუშავებელია ხოლმე, როცა შემდეგ რაც იმიტომ რომ დიდია ეს ბაზა, ძალიან რთული სამართავია, ძალიან და სწავლას, ათვისებას, დამუშავებას მონაცემებს. ამავდროულად რადგან გაჩნდა საშუალება, რომ ჩვენ გვაქვს ესე უკვე ძალიან სრულფასოვანი და ესეთი დათვლილი ბაზა, რომელი დონის ანტენატალური სერვისის მიწოდებელი ყავს, რამდენი სამშობიარო სახლი, ასევე როგორი სიმძლავრის გვაქვს და აი დონება და დაყოფილი და ეს პირველად მოხდა ნამდვილად კი ბატონო და ამის შემდეგ ესე იგი ქალს რომ გაწერამდე ეკითხებია რომ თქვენ საცხოვრებელ ადგილზე არის რამდენიმე პირველადი ჯანდაცვის ცენტრი თქვენთვის რომელია მოსახერხებელი რომ თქვენთან რომელთან გადაწყვეტთ ურთიერთობას ამ ქალბატონს ან თვითონ და მეუღლეს უკვე აქვს ურთიერთობა რომელიმე პირველადი ჯანდაცვის ცენტრთან ან ახლიდან ირჩევს ესე იგი ეს არ არის ხანდახან შემთხვევაში ეს არ არის მისი ძირითადი საცხოვრებელი მაგრამ აი დე ფაქტო საცხოვრებელია იმ შემთხვევისათვის, ამიტომ ირჩევს რომელიმე პირველად ჯანდაცვის ცენტრს, ამ დროს სამშობიარო სახლი ვალდებულია, რომ აცნობს აი ამ პირველად ჯანდაცვის ცენტრს, რომ აგირჩიეს, ესე იგი თქვენ, როგორც მომსახურე პერსონალი და მიდის ინფორმაცია ამ ბავშვის შესახებ გადადის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, ეწოდება მისამართი, გვარის სახელი ამ მშობიარის და ვალდებულება ჩნდება, რომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრიდან სახლში ვიზიტი, home visit-ი ჩატარდეს დედისა და ჩვილის მოსანახულოდ. რა პირობებშია, როგორი ურთიერთობა აქვთ, ახერხებს თუ არა ძუძუთი კვებას, აქვს თუ არა ჩივილები. წეროს მთლიანად ლოგინობის ხანის პერიოდზე პირველი ვიზიტი სახლში გამოდის და თუ შეატყო, რომ თქვა ან ორ სულს, ან ჩვილს აქვს რაიმე პრობლემები, ხდება გადამისამართება. აი, ეს არის პრევენციული მედიცინის უკვე სერიოზული ელემენტი, როდესაც ამ ვიზიტის თავარი მიზანი მართლა მარტო ფორმალური ხო რო შეაფასოს და ჩაწეროს. ის არის რომ დროულად გამოვლინდეს რაიმე საფრთხე თუ არსებობს, რომ თვითონ ორსულმა შეიძლება ვერ დააფიქსიროს და აცილოს გართულება და შესაბამისად აი ამ ახალ ნამშობიერებთან და იგივე მოძუძურ დედათა სიკვდილობა ამ თვალსაზრისით და მით უმეტეს ჩვილის სიკვდილობა 27 დღის განმავლობაში აცილებული იქნება და თქოჩოს განმარტებაც ესეთია. აი რისი აცილება შეიძლება რომელი სიკვდილობის აცილება შეიძლება აი ეს არის ინდიკატორი და აცილებადი სიკვდილობის პრევენტაბელური სიკვდილობებია დიახ ცოტა ინდიკატორად გამოყვანილი. ეს შესანიშნავია. ეს არის პირველი ვიზიტი და 42 დღეზე მოგვიხსენება ეს არის ლოგინობის ხანის დასასრული, სადაც ხალის განსაკუთრებული კრიტიკული პერიოდი ხდება. მაშინაც არის განმეორებითი ვიზიტი, უბრალოდ განფასებული გვაქვს ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ვიზიტი, მოგხსენებთ ჩვენ ხა ჩვენ ფინანსურად ფაწელში გამართულები ვერ ვართ, მაგრამ ორგანიზაციულად და ფინანსურად აი ამას ასე ვცდილობთ, რომ ეს გახდეს საყოველთაო პრაქტიკა, რადგან ეს ჩანასახი გაჩნდა, მე ვფიქრობ და ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგ აი კალტომე ამ წარჩულად ბრძანა, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩვენ სფეროში აქვს. ახლა ჩვენი სფერო განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ავადმყოფების მკვლევარი. ეს ავადმყოფები უნდა იყოს ახლა 10%, 90% ჩვენ მომსახურებით ჯანმრთელ ქალს, რომელიც უნდა ძალიან სწორი მეთვალყურეობის დროს ჯანმრთელი და ფიზიოლოგიური მშობიარობით დამთავრდეს, შემდეგ უნდა მივიღოთ ჯანმრთელი ახალშობილი და 5 წლამდე სწორი მეთვალყურეობის პირობებში ჩვენ გვეყოლება ძალიან კარგად, აი ჯანმრთელად დაწყებული მომავალი თაობა, რომელიც ძალიან დიდ ტვირთებს მოხსნით
მოხსნის ქვეყანას. კი ბატონო, ეს უკვე არის ჩულებისთვის ასე ვთქვათ, გვარი გზა, მართლა ის რაც არის დღეს სლოგანი, რომ ჯანსაღი დასაწყისი არის აიმედო მომავლის საფუძველი. არ დაგვაწყდეს, რომ ეკოლოგია ჩვენი ძალიან ცუდია. ეკოლოგიური გარემო არის საშინელი და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ამ დედებზე, ორსულ ქალებზე და საერთოდ. ხო, აი ეს კარგ თემას შეეხეთ ჩვენ წეღანეს გაკვეთ ვახსენეთ. მოდით მაშინ უფრო ჩავშალოთ ის ფაქტორები, რომ პრაქტიკულიც იყოს და გარკვეული ჩვენც რახან ვუძღვნით ამ გადაცემას ამ დღეს. რაღაცა ინფორმაცია ზოგადად ჩვენ ცოტა სხვა ტიპის გადაცემა გვაქვს, მაგრამ დღეს მინდა რომ უფრო პრაქტიკული რჩევებიც მივცეთ. რა უნდა, როგორ მოუაროს მაინც უნდა ორსულმა იმ ჭრილში, რომ ჩვილზე რა ისახება ყველაზე მეტად, რომ მივიღოთ ჯამთელი ახალშობილი. რომელ ფაქტორებს ჩამოთვლიდით, რომ იცით რა, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საერთოდ გარემო არის ძალიან დაძაბული. ანუ ნერვიული სტრესები აქვთ ძალიან ბევრ დედებს სამწუხაროდ. ეს ძალიან ფსიქიკურ სტატუსზეც არის გამახვილებული წელს ყურადღება. იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. ეხლა ჩვენ გადიხარ გარეთ და შემოდიხარ აი დაძაბული ტელევიზორს გადართავ და სასიამოვნოს ვერაფერს ვერ იგებ. აი რაღაცა ეს თავისთავად მოქმედებს ძალიან ძლიერ ცუდად ორსულ ქალზე. გარდა მაგისა, იცით რა არის, კვება, საკვები ძალიან სამწუხაროდ ჩვენი საკვები არ არის ისეთი, რომელიც დაუშვათ მამნეობას არ გამოიწვევს. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას მივირთმევთ, რას ვჭამთ. რა თქმა უნდა, ორსულთაყვება საერთოდ ცალკე თავია ნუტრიოლოგიაში. სუნთქავთ, რას ვჭამთ. ეს ყველაფერი, ეს ეკოლოგიური გარემო ძალიან მოქმედებს. აი როგორ მიაქციო ყოფა, ხო ვერ შეცვლის ორსული ამას და აი რას ურჩევდით, როგორ შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს. იცით რა, როგორ უთხრა წადით სოფელში და გააკეთეთ თქვენი ეზოს, მოუარეთ და ყველაზე კარგი რჩევა ეს. ფოტოშორის უნდა ვუთხრათ, იმიტომ რომ ვისაც აქვს ამის საშუალება, შეიძლება გაითვალისწინოს. ვისაც აქვს საშუალება, სამსახურის დაკარგვის შიშია და საწყალიც ქრათ, ამის მშობიარობამდე სამსახურები ყავთ, ვიღაცები ხო ყავთ იქა. აი იქ მოიყვანონ ჯამრთელი პროდუქტი, რომ ჯამრთელი შეჭამოს ეს. იცით რა არის, ხანდახან აი უყურებ და გული წდება, რომ ამას ყურადღებას არ აქცევენ. ქუჩებში დევს პროდუქტი, ტრანსპორტი დადის მთელი ეს ეკოლოგურად ვინძური, ამთხელა გამონაბოლქვი დადისეთ, მე ამას ყიდულობს ადამიანი ვიაქვს სახში და ჭამს აი ამ ბინძურს, საკვებს შეიძლება ითქვას უკვე ეკოლოგიურად არასრულდას. აი ამას ძალიან დიდი ყურადღება იხარშება, მუშავდება, ითუშება, არ ხდება მინიმუმამდე მაინც. ნუ რაღაცა რასაკვირველია, მაგრამ ეს ხო ის არ არის, ყველაფერი გამოირეცხა, ყველაფერი მოგდა იქ შიგნით თუ რამე სასარგებლოა, ნახევარზე მეტი. გულისხმობთ ის რაც უმათ უნდა მიირთვას, რასაკვირველია ის რასაკვირველი, ბოსტნეული, ანუ კვება უნდა იყოს სრულყოფილი აუცილებლად, იმიტომ რომ დღეს ეს რაღაცა გახდა ნომერ პირველი პრობლემა. ფიზიკურ აქტივობაზე რას გვეთქვათ? რო რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, იცით რა, სამწუხაროდ იმდენად მოძრაობა დიდია ქალაქში, რომ ჭირს, რომ იარო რეგულარულად დავუშვათ იგივე იმ ადგილზე, სადაც იქ შეიძლება რომ შენ ივარჯიშო, ხო თუ პარკი არ აქვს, აი ესეც ცოტა შეზღუდულად აქვს. ყველას არ აქვს ამის საშუალება. მაგრამ თუნდაც ის ხო შეგვიძლია რომ სახლის პირობებში ეზოში მაინც ან აივანზე მაინც რაღაცა ვივარჯიშოთ, რაღაცა გამიძრეთ ცოტა. გამიგეთ რაღაცა აი ეს უმოძრაობა კიდე თავისთავად ძალიან ცუდია. აი ეს სპეციალური ვარჯიშები, რომელიც სასურველია, ჩვენ მაგალითად გვაქვს ორსულთა სკოლა და აი ახლა ჩვენი ორგანიზება შობელთა სკოლა იყო ერთი პერიოდი. აი ჩვენთანაც იყო ჩაჩავაში და ბევრგან იყო. მე მაგალითად მაგისი ძალიან დიდი ინიციატორი ვიყავი და სულ მინდოდა რომ დიახ რომ ესენი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ იმდენ განათლებას ვაძლევდით, რომ ძალიან ბევრს უკვე მე პრევენციულად თვითონვეც კი აგვარებდნენ. რა თქმა უნდა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ასეთი როგორ მოუაროს ახალშობილთა სკოლები ეს რო იყოს უფრო მეტი. აი ხა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ, იმიტომ რომ მე არაერთხელ ვცადე ორსულთა სკოლის გაკეთება სხვადასხვა კლინიკაში მუშაობის დროს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა რა თვალსაზრისით ეს
ტერიტორია ჭირდება და ეს ცალკე არა, ტერიტორიაც მოვაწყეთ და შესანიშნავად და ეს არ იყო პრობლემა მაგრამ აბა რა იყო პრობლემა? იმიტომ რომ როდესაც არის ეს ფასიანი შენ ამას ეგ ალბათონა ვერიკომაც აღნიშნა აწყობ კერძო სამეცნიერო დაწესებულებაში ძირითადად. ყველა ორსულს არ აქვს ამის საშუალება რომ მოვიდეს. შეძლებული ვინც არის უფრო სხვა ტიპის და უფრო სხვანაირ უფრო ფიტნესის ტიპის. ანუ რაღაც გარკვეული პრობლემები აქაც არის, მაგრამ თვითონ პროგრამაში რაღაცნაირად ეს გათვალისწინებული არ არის რაღაც ელემენტი თუნდაც ორსულთა სკოლის. სხვათა შორის აი იმ პატრონაჟში თქვენ რომ ბძანეთ რომ ექიმი უნდა მივიდეს უბნის. ძალიან სასურველია და არ ვიცი მინდა გკითხოთ მერეც ამაზეც ვისაუბროთ, რამდენად არის ექთანი ჩართული ან ჯანმრთელობითი განმანათლებელი ან პაციენტის განმანათლებელი და ექიმის ნაცვლად შეიძლება თუ არა მე აი ეს რგოლიც ჩავრთოთ და მივიდნენ. თუნდაც იქ ჩვენ ყავს რეზიდენტები არიან, სტუდენტები არიან და შემდეგ ვინც როტაციაში მონაწილეობს და რამდენად შეიძლება ესეც გამოვიყენოთ როგორც დამხმარე ძალა. ამაზეც ვისაუბროთ ახლა განათლება და დაუშვათ დედათა და ჩულთა ჯანმრთელობა, მაგრამ აი აქ მინდა ორსულთა სკოლაზე ვთქვა რომ თუ იქნება მაინც მე იდეაში ვარ და რაღაცა აი ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილი, აი თუნდაც ამ სტრატეგიის და გეგმების ნაწილი, რომ ცოტა გავაძლიეროთ ან мотиваცია შევქმნათ იმისი, რომ მეტმა კლინიკამ გახსნას ორსულთა სკოლა, ოღონდ სტანდარტული იყოს, ვისაც რა უნდა ის კი არ ასწავლოს, აი სტანდარტული გეგმის მიხედვით ასწავლოს ვარჯიშები, ახლა ჩვენთან რეაბილიტაციის ცენტრია და გასაგებია, რომ ვარჯიშების სწავლება, სწორი სუნთქვის სწავლება, ნუტრიციოლოგის კონსულტაცია, ეს ყველაფერი ხდება. მაგრამ საინტერესო გახლავთ ისიც, რომ როგორ მოუაროს ახალშობილს. და იქაც უნდა ასწავლო, ხა მაგალითად ახალშობილთა მასაჟი და საერთოდ ჩულთა მასაჟი და ვარჯიში საერთოდ ცალკე მიმართულებაა ჩვენ დარგში. აი, კი, ძალიან დიდი თემაა და ამაზე მე გვინდა ჩვენ ვისაუბროთ, მაგრამ ისი თქმა მინდა ნახეთ. შექმნილია აი მის გამო რომ ნაკლებობაა როგორც ჩანს ორსულთა სკოლების და ახალგაზრდა დედების სკოლების შექმნილია გარკვეული ჯგუფები, ორსულთა ჯგუფები და ნუ ჩახედვა არ მოგინდება ზოგიერთი ორსული იმის დანასწერს. ისეთი საოცარი მითებია და ნუ იქ მე არ ვიცი და ერთმანეთს უზიარებენ ამ რაღაც ისულელებს, ერთმანეთს აგიჟებენ ძალიან ხშირად და თუ საღაზრს დაწერ, ნუ ბულინგის მსხვერპლი ხდები. რა ვუშველოთ ამას ქალბატონო? ხა მოგახსენებთ, ესე იგი მე ვწუხარ იმაზე, რომ ესე იგი რაღაცა თვითონ ვცდილობ ხოლმე, რომ და ჩემი განათლების ფარგლებშიც ვისაუბრო ხოლმე ამაზე, მაგრამ ჯერჯერობით მაინც არ არის. ესე იგი სადაც ჩემ უახლოეს კოლეგას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ჩვენ ვერ მუშაობთ ისე კარგად საინფორმაციო ნაწილში. მას შემდეგ რაც ესე იგი ჩვენ დავიწყეთ ანტენატალური მეთვალყურეობის სერვისის მიმწოდებელთა დონეება დაყოფა, ამას ყოველთვის წინ უძღვის სასაკურველია ინსტრუმენტის შექმნა, გადაწყვეტილებას მიღება, რას უნდა აკმაყოფილებდნენ ასე შემდეგ. იქ პირდაპირ წერია, რომ ვერც ერთი დაწესებულება ვერ განახორციელებს სერვისს, თუ მას არ აქვს გამოყოფილი სპეციალური სივრცე, თავიდან ბოლომდე აქვს ჭურვილი, ორსულთა ვარჯიშებისათვის საჭირო, ესე იგი ვთქვათ, აი ამ იატაკზე გასასწრაფად. არის ისე ვერ მიიღებდა დონეს. კი, მაგრამ არა, ეხლა გეტყვით. ეხლა რამდენად მუშაობს იმაზე მე ვისაუბრებ, ეხლა მე ჯერ პოლიტიკის ესე იგი ჩვენ შემოწმების დროს სასაკურველია ვერ დავაჯერდეთ ახლა ამ ადამიანებს და ვერ მოვაყოლებდით რას უყურებთ ამ შესახებ და არც ვაპირებდით. მაგრამ ნუ სანებართოში შედის ხო? მე ძალიან შორს ვარ იმ მოსაზრების რომ რაც არ უნდა ძლიერი და განათლებული გუნდი იყოს, ყველას რომ მისცენ ნება რომ ელაპარაკოს თავის ნებაზე და მიაწოდოს თავისი ინფორმაცია, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გამოგვეყენებინა, ასე ვთქვათ, რესურსი საერთაშორისო ორგანიზაციის. ამ შემთხვევაში გაეროს მოსახლეობის ფონდი მუშაობს ქალთა ჯანმრთელობაზე და მათ ჰქონდა სპეციალური პროგრამა, რომელიც ფარგლებში შემუშავდა მშობელთა სკოლებში ექიმებისათვის საჭირო, ესე იგი, ინფორმაცია რაც უნდა იცოდეს ექიმა, რა უნდა მიაწოდოს მას და ცალკეა, ესე იგი, უკვე ორსულთათვის. ანუ ის თემა, რაც უნდა იცოდეს უფრო ღრმად ექიმა და საუბრება ურთომარტივენას დაწერილია ორსულებისათვის. ეს ორივე მასალა მომზადებულია, ელექტრონული ვერსია და ასეთი გამზადებულია გასაზიარებლად აი ამ კლინიკებისათვის და მანამდე გარკვევით იყო ნათქვამი, რომ თუ მათ არ ექნებოდათ სივრცე მშობელთა სკოლებისათვის, არ მიეცემოდათ დონე. რასაკვირველია, გარკვეულ დაწესებულებებში და ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თვითონაც მისმენენ და ამს თქვა აუცილებელია, როცა ჩვენ ახალ პოლიტიკას და ახალ ნაბიჯებს ვდგათ რაიმე მიმართულებით, იქ არ შეიძლება იყოს ძალიან ხისტი. ამიტომ ჩემი სამართლო არ გახლავთ რეგულირების სააგენტო, რომელიც ვთქვათ, ნაბიჯ და წერტილ-წერტილ რაღაცა ისეთ მკაცრ ყიფე გადაწყვეტილებებს იღებს.
პოლიტიკის გატარება ისედაც მტკივნეულია ყოველთვის და კერძო კლინიკების ბაზაზე ტარდება და პროფესიონალურად და უფრო რბილად მიუდგია ამ საკითხს მიცე რაღაც გარკვეული საშუალება რამდენიმე დაწესებულებაში დავრთენება რომ რადგან იყო თქვათ სივრცის გასაჭირი ეს საკითხი მოვაწყოთ დიდ ჰოლებში სადაც გამოიყო დღეები გაკრულია რომელ დღეს რომელ თემაზე ისაუბრებს მითითება ასეთია გაცემული თქვათ რეგიონების დიდ ქალაქებში თუ სოფლიდან ჩამოდის მოსახლეობა მას აუცბად იმავე დღეს მიეწოდება ინფორმაცია მისთვის საჭირო და მისთვის საჭირო პერიოდზე ხოლო დანარჩენ შემთხვევაში თუ ესე იგი ქალაქის მოსახლეობა იკრიბება გამოკრულია რომელ დღესაა დიდი გაფართოებული ლექცია რომელ თემაზე ანუ ეს საკითხი ერთგვარად მოწესრიგებულია ეხლა რაც შეეხება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გახდა ჩვენც ასე ძალიან მითითება და გავაკეთეთ ძალიან კაი საქმე სწორედ ასეა ეს ამბავი რაც შეეხება ესე იგი და თქვენს გექნებათ ჩვენი ინფორმაცია და ყველა ერთადაზე აუცილებლად და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ადაპტირებულია და მაქსიმალურად ერთმანეთთან ასე ვთქვათ შესაბამისობაში ამოყვანილი იაპონური წიგნის საინფორმაციო ნაწილი რომელიც მუდმივად დედასთანაა და დედას უწერია ვთქვათ რა თავისებურება აქვს ორსულობის პერიოდის პირველ ტრიმესტრს მეორეს ყოველი ვიზიტის დროს რა არის ჩვეული ნორმა რა არის ოდნავ საშიში როდესაც ესაუბროს ექიმს და დამშვიდე და როდესაც გაიქცეს ექიმთან. ეს ნიშნები დეტალურად აღწერილი ანალოგიურად ჩვილზე, ნეონატალურ პერიოდზეც და ასევე უკვე 5 წლამდე ნებისმიერ პერიოდზე, იქვეა მბროდები განვითარების მოცემული, ჯერჯერობით არ გვაქვს ქართული, მაგრამ ვიყენებთ ევროპულს, იმიტომ რომ ჩვენ დრო გვჭირდება ამისათვის, რომ მოვაგროვოთ ინფორმაცია და მე ჩვენი საკუთარი მბროდებიც გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ამასაც მუშაობთ. და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ძალიან შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ სამწუხაროდ ხანდახან ჩვენი კოლეგები ვცოდავთ, როგორც რჩევების მიცემაში, ანტენატალურ მეთვალყურების პერიოდში არის ჰიპერმედიკალიზაცია, ხანდახან არასაჭირო პრეპარატების ხშირი მიცემა. ამაზეც ვისაუბროთ აუცილებლად ესე იგი მშობიარობის დროს საკეისრო კოდის სასარგებლო გადაწყვეტილების არასწორი მიღების პრაქტიკაზე, სადაც ექიმებს ლომის წილი მიუძღვნით ხოლმე შემთხვევაში და ასევე ახალშობილთა და შემდეგ უკვე ბავშვთა 5 წლამდე მოვლის პერიოდშიც ანალოგიური პრობლემები გვაქვს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხშირად ვამბობ ხოლმე რომ როცა ჩვენ მუშაობთ ექიმებთან და ვერ ვახცევთ შედეგებს და გვეურჩებიან მე დასჯაზე უფრო კარგი მეთოდად მეჩნია ის რომ მეორე მხრიდან დავუყენოთ მომზადებული და ინფორმირებული პაციენტი რომელიც არ მისცემს საშუალებას ის არასასარგებლო რჩევის გათვალისწინებისა ამას ემსახურება შობოთა სკოლა ამას ძალიან მიხარია რომ აი ესე შეკარით ეს კითხვის პასუხი იმიტომ რომ ჩვენი მიზანი ზუსტად ის არის რომ ვიპოვოთ მეთოდი რომელიც გაგვიცაბულო ჯამში მიზანი არის გავაუმჯობესოთ ჯანმრთელობა და ავიცილოთ გართულებები და სიკვდილობა და არა ის რომ ვიღაცა დავსაჯოთ პრევენცია არის მთავარი რა თქმა უნდა უბრალოდ სხვა რამ მინდა ეხლა ზუსტად თქვა რომ ეს ნაწილი ამით დავასრულო და მე აუცილებლად აი თანხლები დაავადებების გონე პათოლოგიურ ორსულობებზე და სხვა თემებზეც რამოდენიმე სიტყვა ვთქვა იგივე არასწორ დანიშნულებებზე და მართვაზე იმიტომ რომ ძალიან მტკივნეული თემაა და დღევანდელი დღეც აი ეს უბრალოდ ეს წელი მიძღვნილი არის ეს სწორედ არა წარმატებებზე საუბარს მისადმი არ მე პირიქით რომ რაც შეიძლება მეტად გამოვავლინოთ ნაკლოვანებები ღრიჭოები და მოვიფიქროთ როგორ გამოვასწოროთ ასე ვთქვათ ეს ყველაფერი და გავაუმჯობესოთ ანუ რეალურად ეს ყველაფერი გაკეთებულია ნამდვილად მივედით იქამდე რომ ორსულთა სკოლას ის მნიშვნელობა აქვს რომ მომზადებული მივიდეს ორსული და ექიმი ვერ მოდუნდეს და ამ დროს სამწუხაროდ აი კიდევ ერთხელ ვამბობ ის რაც რეალობაა რასაც ჩემი თვალით ვკითხულობ ზოგჯერ იმიტომ რომ ჩემი შვილიც ორსულად არის და ძალოვნებურად უფრო ახლოს ვარ ამ თემასთან ხანდახან იმისთანაც სკრინს ჩააგდებს ხოლმე რომ ორივე ერთად ვიშვიშებთ რომ როგორ შეიძლება ეს საერთოდ აზრად მოუვიდეს და ამას წინაც მქონდა საუბარი რომ ძალიან რბილად ალბათ დედებთან, დედამთილებთან, მეზობლის ქალებთან და შემდეგ მაინც ამუშაოა, იმიტომ რომ მე ვიცი, შვიდი ბავშვი გავზარდე, 5 შვილი გავზარდე და შემდეგ და სამწუხაროდ აძლევენ ისეთ რჩევებს, რომელიც მედიცინასთან, თუმეტეს ტკიცებით მედიცინასთან საერთოდ არათუ შორს არის და არ შეესაბამება, წინააღმდეგობაში მოდის და ვნება შეიძლება მოუტანოს. შესაბამისად პრობლემა არსებობს, ვერ ვუარყოფთ და მე ძალიან მიხარია რომ ერთ მხარეს დაყენებული სწორად განსწავლული ერთი გამოსავალი არის, მეორე გამოსავალი არის ის რომ გამუდმებით თვითონ ჩვენი საკადრო რესურსი. მაგრამ აი ეს არის საინტერესო რომ მიუხედავად განსწავლისა
მაინც გარკვეულწილად ეს მითების უფრო სჯერად. სად არის ძაღლის თავი დამარხული და როგორ შეიძლება ეს მოვაწესრიგოთ, ეს ერთი თემა, მე კომუნიკაციის სტრატეგიასაც გულისხმობ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროდან არის ეს და ვერ მიიღებს ნამდვილად ისე დონეს, პრაქტიკულად არ დადიან მაინც ორსულები. ლექციაზე რაღაცაზე განსწავლაზე, სადაც თანხა არ უნდა გადაიხადონ, იქ დადიან. მაგრამ სადაც თანხაა გადასახდელი და თანხა არ გადაახდებინო, ამასაც ვერ ეუბნები კერძოა კლინიკა და არა სახელმწიფო. აი რაღაცა გამოსავალი სად შეიძლება მოვძებნოთ, რომ არც ბიზნესი დავაზირს არალოთ, მაგრამ გეგმავთ, რომ ესე იგი ეხლა მე რადგანაც ვიცი დაახლოებით წარმატებულა ეს ძალიან ვთქვათ მაღალი დონის კლინიკებში 250 ლარი ღირს, როგორც მე ვიცი, ამ მშობელთა სკოლის გავლა. საკმაოდ ძვირია, ეხლა ვერ დავპირდები მე ეხლა მოსახლეობას, რომ ვიბრძოლებისთვის მეთქი 250 ლარს დაუმატებენ მშობელთა სკოლისათვის, მაგრამ სადღაც გეგმაში გვაქვს რომ 50 ლარის ფარგლებში და ყველა ორსულისთვის 50 ლარი მე მგონი უნდა მისაღები იყოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ გადახდის უნარიანი, ვთქვათ, ადამიანები შეიძლება იმდენი არ იყოს, რამდენიც ვთქვათ ყველგან გადაიქცეს 250-ს. ამიტომ ბაშად ვეუბნები ხოლმე რომ თქვენ ბრძანეთ რომ ვისაც აქვს გადახდის საშუალებები, გადაახტებინეთ და მოაწყო მაღალი კლასის მშობელთა სკოლა და იქ სადაც ზის ვთქვათ სამი გადახდილი ადამიანი, რამდენიმე გააკეთეთ ისე რომ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში იქვე დასვით და ჩაუტარეთ ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ეს არის ძალიან მისაღები სოლიდარობის პრინციპი. უნდა გაატარონ ეს ძალიან სწორია. მეორე მომენტი თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ, ჩემი ოცნება რომ გაჩნდეს ეს მსოფლიო პრაქტიკა ორსულთა სახლები ძალიან მაღალი დონის, სადაც არის ზუსტად ვარჯიშები, ვთქვათ, იგივე ჰიგიენური მოვლა, იგივე კოსმეტიკური, ვთქვათ, პრევენცია, ამ ვისაც აქვს ამის საშუალება აუცილებლად უნდა არსებობდეს ესეთი მაღალი დონის, იმიტომ რომ ეს ერთგვარი ტონი იქნება და მოდური გახდება და შემდეგ ჩვენ შევეცდებით რომ აი იქ მიღებული მოგებით რა ხშირად ვამბობ ხოლმე რომ უნდა გააკეთო ყველასთვის ხალხი საწდომი, იმიტომ რომ ქალის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიძლება კი, მაგრამ იაპონიას აქვს ორსულთა სახლები ყველასთვის. ამაში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტები, ძალიან შეძლებული ადამიანების რაღაც გარკვეული პროცენტები და აი ერთობლივ დაფინანსებით ეს ფუფუნება ყველასთვის ხალხი საწდომია. ნუ საქართველოს მოგეხსენებათ არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ნელ-ნელა გაწავიდეთ ერთ სიტყვასაც და მე მინდა რომ ქალტონიას დავუთმოთ ჩვენ დრო. აი რაც შეეხება თქვენაც ბრძანეთ რომ სოციალურ ქსელებში და ხშირად პირად საუბრებშიც კი ერთმანეთს 1000 გვარ ყოველგვარ მეცნიერულ საფუძვლებს სისულელები არ მინდა რომ ახსენო, მაგრამ სამწუხარო აი ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ, მე ამ ადამიანებს გასაგონად მინდა ვთქვა. ხშირად ვამბობ ხოლმე, შეიძლება მტკივნეული მოსასმენია, მაგრამ უნდა იცოდნენ რომ ჯანმრთელობის საკითხებში არასწორი რჩევის მიცემა ხშირად შეიძლება გახდეს ფატალური გამოსავლის მიზეზი. ამიტომ უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ მკვლელი არის არა მარტო ის, ვინც იარაღს იღებს ხელში და ესვრის ადამიანს, არასწორი რჩევა კრიტიკულ შემთხვევაში ადამიანისათვის ჯანმრთელობის მიმართულებით შესაძლებელია გახდეს და შეიძლება მან ჩაიდინოს გამოუსწორებელი შეცდომა და მეორე ადამიანი შეიყვანოს ძალიან დიდ შეცდომაში. ძალიან ლამაზად და სწორად არის ნათქვამი. ძალიან დიდი მადლობა. მე მივიღე პირადად პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც მაწუხებს და ძალიან მიხარია, რომ რაღაც ნაბიჯები ამ მიმართულებით იდგმება და მართლა ამ შემთხვევაში სოლიდარობა თუ კატეგორიებს ყველაფერს ხა ვერ დააფინანსებს პროგრამები, მაგრამ ის რაც ახლა თუნდაც შემდაცებლებაში რაღაც ჩანასახები, რაც არსებობს, სადაც ბიზნესის ინტერესით შეიძლება ჩაიდოს რომელიღაც კომპანიის, რომელსაც შემოაქეს საშუალებები ორსულთა მოვლის, თუ ჩულთა მოვლის და ამ შემდეგ, ანუ რაიცაც დავიწყე, რომ თუ საზოგადოება თვითონ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, სამეცნიერო-დაწესებულებები, სახელმწიფო, სხვადასხვა ფონდები და პარტნიორები ერთად დადგებიან, საქმე გაკეთდება. და ვიდრე ჩვენს გადაცემას დავასრულებთ, ქალბატონოია, მინდა აი ეს თემა მაინც განვიხილოთ, რომელზედაც წეგან წამოვიწყეთ 2 წამით საუბარი, როდესაც პათოლოგიური ორსულობა გვაქვს, ან როდესაც ეს დედის ჭრილში ვამბობ და ჩვეულის ჭრილში, როცა წინასწარ ვიცით, რომ იბადება ბავშვი გარკვეული პათოლოგიით, იმიტომ რომ ორსულობის შიდა დიაგნოსტიკამ ეს გვაჩვენა. გენური ტესტირებით თუ ეხოსკოპიით თუ სხვა კვლევით, მაგრამ ამნიონურის თუ სხვა. ანუ
როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში? თუ შეიძლება ერთ კითხვას დავუმატებ და მოგვიყვეს კალპონია, მოგახსენებათ რომ ნეონატალური პერიოდი არის აბსოლუტურად განსხვავებული პერიოდი, განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული მართვა, ძალიან სენსიტიური და მინდა გითხრათ რომ საქართველოში არც თუ ისე დიდი ხანია, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი ფუფუნება და პირველი ნაბიჯები სწორედ კალპონი იასმინი არის გადადგმული და ვიდრე აი ახლა მოვიდოდეს და ახლა რა ხდება იქამდე. თორე სიტყვით მოგვიყვეს როგორ დაიწყო ეს ისტორია ნეონატალურ სამსახურის. დიდი მადლობა ქალბატონ ვერიკოპტერ ზუსტად იმიტომ მოვიწვიეთ ქალბატონია. როგორ დაიბადა იდეა და როგორ განხორციელა? აი მე გეტყვით, მე დავიწყე მუშაობა იაშვილში. დიახ. მაშინ გაიხსნა პრაქტიკულად იაშვილის ასე ვთქვათ საავადმყოფო. და ნუ მაშინ ვიყავი რაღაცა 25-26 წლის, გამომიძახა ბატონმა მურმარმა და მეუბნება. შენ ახლა უნდა წახვიდე მოსკოვში. და უნდა გაიარო სამუშაო ადგილზე დღენაკთა განყოფილებაში. ეხლა ჩემთვის ჩინური იყო დღენაგლური, რო გითხრათ მართალი, იმიტომ რომ მუშაობდი მოზრდილ ბავშვთა განყოფილებაში, პედიატრიის ინსტიტუტში და იქიდან მე რო გადავედი, ნუ ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში. გაშტერებული ვიყურები მე ბატონო მურმარ. ხო შენო, შენ წახვალო, იქ ყველაფერს აითვისებო და ჩვენ უნდა გავხსნათო პირველი განყოფილება დღენაკლთა საქართველოშიო. ვაიმე არა ბატონო მურმან მე ვეხოცები, აშემი მე ვერ შევძლებ, არა შეძლებ. უნდა წახვიდე. ნუ ისეთი კატეგორიული იყო რომ მართლაც ერთ კვირაში წავედი მოსკოვში. ნუ როგორი სწორი ხედვა იყო ჩავედი მოსკოვში, უნდა ქონოდა ბავშვი. მივედი ამ განყოფილებაში და ნუ ესე იგი ჩემთვის მართლა ჩინური იყო. კედლებიდან ვიწერდი, კედლებიდან. გარდა იმისა, რომ 24 საათი გვიჯექი განყოფილებაში და ნუ მორიგე ექიმთან ყველაფერს მაშობოდი მაქსიმალურად მithვისებდი. სწავლობდი იმის გარდა სულ კედლებზე დამჟარი ვიყავი და იქ რასპარაგადია და ხოიცით იქ ყველაფერი გადმოწერილი. კი ბატონო. ნუ მე ჩამოვედი რასაკვირველია აქა და სულ რაღაცა ერთ თვეში გაიხსნა ეს განყოფილება, ასე ვთქვათ, პირველი დღენაკთა განყოფილება საქართველოში. მანამდე ესე განყოფილება საქართველოში არ იყო. იყო იქ რაღაცა თითქოს იმაში ჩაჩავაში, მაშინ ჩაჩავა არ იყო, მაგრამ იქ რაღაცა საწოლები ჰქონდა თვითონ დღენაკ, მაგრამ ნუ ეს განყოფილება არ იყო რასაკვირველი. და დავიწყეთ ესე იგი ამ განყოფილების შექმნა, ასე. მიანობა გინეკოლოგის და პერინატალოგიის ინსტიტუტი იყო. ხო, ინსტიტუტი. ნუ ესე იგი რა გითხრათ, აი ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი იყო. მეცაც გეტყვით, აი საწოლები რო საწოლებია, ხო? წავედი კასპში. რომ საწოლები შეგვექმნა, რომ ბავშვები ჩაგვეწვინა. და იმ კასპში რო ჩავედი, დირექტორს ვეუბნე, ვიცით რა დახატული მიუტანე ეს საწოლი, მოთხრე, აი ესეთი საწოლები გვინდა თქო და ჩახედა და კაი გავაკეთებთ. რამდენი ცალი გიდა? არა, მოთხრე ცალი კი არა, 50 მინდა მეთქი. 50 გაგიჟდა კაცი. და თანაც ვეუბნები, მაგრამ ძალიან მალე მინდა მე. უი არა, ეს 1-3-4 თვე ამას უნდა. რას ბრძანებთ მე უთხარი. მოსკოვის კომისია ჩამოდის, მომხსნიან სამსახური და იყურებს გაშერებული ეს კაცი. დაუძახა ვიღაცას. ვასილიჩ, რა ვქნათ ეს ქალი დავაჭერიოთ? იქიდან ძახს. გაგიჟდა ეს კაცი რა ვერ მიხვდა რა შესაძლოა. არ ვიცი, ყველაფერი მოხსენი, ყველაფერი გადაიტანე და აი ამ ქალის შეკვეთა უნდა მივიღოთო. და მიიღეს ეს შეკვეთა. მე ჩამოვიტანეთ ის საწოლები, მე ისინი როგორ ჩვენ თვითონ შევღებეთ ჩვენი ყველა დეტალზე თქვენი შრომეთ და აწყეთ ეს განყოფილება. და ყველაზე საინტერესო დეტალი რა იყო, იცით, აი ამ ყველაფერში. ამის შესახებ არ იცოდა ბატონმა მურმანმა, რომ მე შეკვეთაც მივეცი ყველაფერი. და უნდა გენახათ რა შიშის კანკალით მივედი რომ მე თქვა რომ აი ამდენი ფულია გადასარიცხი. კიო და იქიდან ამალია მიშველი ეს ქალი გამაგიჟებს. ხარა მომქონდა მეუბნეოდი გადასარიცხია, ხარა მომქონდა ხა მოკლედ დიდი პერიპეტიებით გაიხსნა ეს განყოფილება. ასე კეთდება ყველა საქმე დიდი. აი ისტორია. ეს ძალიან სასიამოვნო გადახვევა იყო და გახსენება ყოველთვის სასიამოვნო, რომ მაყურებელს უნდა იცოდეს რომ რაღაცა რო კეთდება იმაში.
პერსონალურადაც თუ ინსტიტუციურადაც თუ სახელმწიფოსურადაც ძალიან დიდი ენერგია და ემოცია იდება. მაგრამ აი ვიდრე დავასრულებთ ჩვენს გადაცემას, აი მართლა მინდა რომ მოვხაზოთ, არის დღეს ის ურთიერთობა სწორედ ამ სერვისებს შორის, როდესაც ნეონატოლოგს უკვე მომზადებული ინფორმაცია მისდის და იცის როგორი ახალშობილი მოდის და რა ზომები უნდა მიიღოს, რომ იცით რა მეტნაკლებად მაინც არის ეს მოწესრიგებული, იმიტომ რომ როდესაც ეწერება ბავშვი, რომელსაც რაიმე მანიპულაცია ჩაუტარდა, რამე პათოლოგია, აუცილებლად იწერება 27 ფორმა და აუცილებლად იგზავნება იქ, სადაც უნდა გადავიდეს ეს ბავშვი. ამიტომ ეს ინფორმაცია იმ საავადმყოფოს, სადაც ის გადადის, აუცილებლად აქვს. თავიდან ბოლომდე. და რესურსი არის იმისი, რომ მაშინათვე მოხდეს იმ პირველი თვის განმავლობაში მოხდეს დაუშვათ ჩარევა, გართულებების აცილება, ანუ სიკვდილობის შემცირების მეთოდები მაინტერესებს. აი, მეთოდების შემცირების ყველაზე კარგი გზა არის, წერან თქვი, როცა იყო ესე რომ მოდიოდა ექიმი და იბარებდა ბავშვს სამშობიარო სახლში. ეს იყო იდეალური, რომელიც ეს ამბულატორია, მე კითხები სტაციონარიდან სტაციონარში როცა გადადის. რეფერალზეა ლაპარაკი? კი, აწყობილეს. ხო, არა, ეგ რეფერალის ამბავი ახლა დღეს ძალიან კარგად არის. აწყობილი არანაირი პრობლემა მანდ არ არის, იმიტომ რომ ყველა ბავშვი ხდება იქ, სადაც უნდა იყოს. ხო, მაგას ვამბობ, ანუ არის სორტირება, ეს პრობლემა, ისა ვინ ქირურგიაში ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. ინტენსიურში და არის ეს ძალიან კარგად არა, ნამდვილად არის. საწოლებით საკმარისია და გადაყვანას დროულად ხდება და ეს პრობლემა არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კვალიფიკაციაც საკმაოდ მაღალია. მოგეხსენებათ, ეს ძალიან სენსიტიური თემაა და როდესაც გავრცელდება ხოლმე ინფორმაცია, რომ მშობიარე გარდაიცვალა, ან ახალშობილი გარდაიცვალა, სულ გვაინტერესებს რა იყო მიზეზი და მე მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს, რომ როგორც კი იბადება ეს ბავშვი, ის ინფორმაცია უკვე არსებობს, სორტირება მაშინვე ხდება, ვისად უნდა გააგზავნონ, ტრანსპორტირებაც უზრუნველყოფილია და ნუ ახლა მაქსიმუმი კეთდება და თუ სამწუხაროდ ახლა იქ ისეთი რამ არის. სამწუხაროდ რასაკვირველია არის ისეთი ანომალიები, ისეთი არა, ნუ შედარება არ შეიძლება იმდენად კარგით, მაშინ აი ბოლო უკვე მე მინდა ძალიან დადებითი ნოტით დავასრულო მაინც, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა პრობლემებს მიუძღვენით, მაგრამ ზოგადად თემა არის ძალიან სასიამოვნო, სიცოცხლის საწყისზე ვსაუბრობთ, ბედნიერებაზე, სიხარულზე, დედათა და ჩულთა ჯანმრთელობაზე და ამიტომ მინდა უბრალოდ გამოვკვეთოთ, რა არის, როგორ ფიქრობთ დღეს ყველაზე მთავარი, ყველაზე სასწრაფო, რაც უნდა გაკეთდეს, აი პირველი რიგის პრიორიტეტებს რო ვეძახით. პრიორიტეტში რა საკითხს, რა თემას, რა პრობლემას დაასახელებით, რომლის გადაწყვეტას ხვალვე ისურვებდით. აი ესე დავსამდი ბოლო კითხვას. მე ისურვებდი, რომ დედები იყვნენ მეტად ინფორმირებულები. აი ქალი რო თხოვდება, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ აზრზე არაფრის არ არის. ამ დროს არ შეიძლება შენ გათხოვდე და მაშინვე დაორსულდე, იმიტომ რომ მე ამას შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოს. უნდა აუცილებლად შესწავლილი იყოს ქალიც და მამაკაციც. ორივე შეიძლება ისეთი პრობლემა ჰქონდეს, რომელიც შეიძლება პრევენციულად ეს მოხსნათ და მას ეყოლოს ნორმალური და კარგი ბავშვი და პრობლემები აღარ ჰქონდეს ცხოვრებაში. ამიტომ აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განათლება და კიდე განათლება. ამ საკითხის მიღმა უკვე ახალი თემა დღეს, რომელსაც სხვა გადაცემა ჭირდება, ეს არის სკოლის პარის, თუ სხვა განმავლობაში გოგონებისაც და ვაჟებისაც მომზადება, ოჯახის დაგეგმვა, გეგმიური პრევენციული სხვათა შორის გასინჯები, განსაკუთრებით, როდესაც უკვე ოჯახის შექმნას ერთად ცხოვრებას გეგმავენ, მით უმეტეს როცა შვილი სკოლას გეგმავენ, ანუ უკვე თქვენ ის საკითხი წამოწიეთ, რომელსაც მართლა ცალკე გადაცემა შეიძლება მიეძღვნოს, რა ინფორმაცია შეიძლება ასაკის შესაბამისად მიეცეს, სანამ იზრდება გოგონა, სანამ იზრდება ვაჟი, რომ მერე უკვე ისინი გარკვეულწილად მომზადებული ჯანმრთელი დედა, ჯანმრთელი მამა და ჯანმრთელი შვილი. კაპიტანო, თქვენ რას დაასახელებდით, აი ისეთ პრობლემად, რომლის გადაჭრას ხვალვე ისურვებდით. თქვენი ჭრილიდან, თქვენი მე მიმაჩნია, რომ განათლება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვისი ქალის და ქალის ოჯახის წევრების, ქალისა და მამაკაცის. ანუ მე მიმაჩნია, რომ ანუ იგივე ორსულობის პერიოდში აუცილებელია ქალმა
ახალი აღჭურვილი იყოს ძალიან სწორი ინფორმაციით, იღებდეს სწორ გადაწყვეტილებებს, იცოდეს პირველ რიგში, რომ ორსულობა, ავადმყოფობა არ არის, რომ არის უმშვენიერესი და ულამაზესი პერიოდი. შესაძლებელია ცოტაოდენი უსიამოვნებებით და რაღაც გარკვეული პრობლემებით, იმიტომ რომ იოლი არაა ეს პერიოდი. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ჯანმრთელი პერიოდი, რომელიც უნდა გაიაროს ძალიან სწორად და უნდა იფიქროს, რომ მისი შვილის ბავშვობა იწყება მუსათყოფნის პერიოდიდან და დედამაც და მამამაც უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ ცხოვრებისეული კომფორტი ამ ბავშვს აი პირველი წუთებიდანვე მიუწვდოს. თითოეული მათი გადადგმული ნაბიჯი, ხმამაღალიანად თქვა სიტყვა, ნაკლები მოფერება და ალერსი აი ამ ბავშვში აისახება და მეორე უნდა იმშობიაროს ფიზიოლოგიურად ქალმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას აქვს ძალიან მრავლობით დადებითი მნიშვნელობა ქალის ჯანმრთელობისათვის და ჩვილისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძუძუთი კვება. ჩვენ ვლაპარაკობთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, აქ ახლა ჩვენ ვერ მოვასწრებთ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი საჩუქარი, რასაც დედა უკეთებს შვილს, ეს არის ძუძუთი კვება, რამე თუ ძუძუთი კვება განსაზღვრავს ჩვილის მომავალი ჯანმრთელობის თითქმის 80%-ს. თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე. კი ბატონო, სწორედ ამიტომ მკითხეთ მოკლედ უბრალოდ რა თემებს დავასახელებდით და მე უკვე რა თქმა უნდა ჩვენი მაყურებელიც თუ დაინტერესდება საბედნიეროდ 21 საუკუნეში ძალიან ხელმისაწვდომია ისეთი მასალები, რომელიც ესეც უნდა ურჩიოთ რა თქმა უნდა აიღონ სახელიანი ასე ვთქვათ გამოცდილი ცენტრების, კლინიკების და უნივერსიტეტების ნებისმიერ ახლა ჟურნალში გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ უნდა ენდონ პროფესიონალების, ექსპერტების მოსაზრებას, კვლევებზე დაფუძნებულ ინფორმაციას უნდა და ყოველთვის უნდა შეხედონ წყაროს, საიდანაც ამა თუ იმ ინფორმაციას იღებენ და არა ჭორაობას ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მე დავამატებდი, ამიტომ როგორც ეხლაც როგორც ექიმი, როგორც დედა, როგორც მომავალი ბებია, ნამდვილად დავამატებდი, რომ მინდა ვისურვო ხვალვერაც იქნებოდა გადაწყვეტილი ჩემ ქვეყანაში და რაც გამაბედნიერებდა, რომ სწორედ ჩვენი კოლეგები იყვნენ ყოველთვის შემართული იბრძოლონ დედისა და ჩვილის ჯანმრთელობისთვის, პრევენცია მოახდინონ ყველა ქართველების და სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული, ნამდვილად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სრულად ის მშვიდი, ლაღი, სასიამოვნო ნამდვილად ხანა რო გაატარონ ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, ყველა ის სერვისი თითოეულ სოფელში, თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, ჩემი სამშობლოსი, ჩემი ქვეყნის თითოეული მშვენიერი ქალბატონისთვის, რომელიც დედობისთვის ემზადება და აი ამ ხელმისაწვდომი სერვისების იმედად ისინი იყვნენ ძალიან თამამები, ძალიან ბედნიერები, ლაღები, დარწმუნებულები, უშიშრად გაიარონ ეს 9 თვე, უშიშრად წავიდნენ სამშობიარო და დაბრუნდნენ ხელდამშვენებული თავიანთი ახალი სიცოცხლით თავიანთ ოჯახებში. ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობები და თქვენი სახელით მადლობას მოვახსენებ ჩვენს შესანიშნავ ქალბატონებს, შესანიშნავ პროფესიონალებს და ჩემს დღევანდელ საყვარელ სტუმრებს. უღრმესი მადლობა, ყოველთვის გახარებული ყოფილიყავით თქვენი მოღვაწეობის შედეგად. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.